შესავალი გადაღებული ხო არა გვაქვს. მოგესალმოთ. გამარჯობა. მოკლედ ესეთი ამბავი გვაქვს რა. შეჯიბრი ჩატარდა გუშინ და გუშინ წინ, მაგრამ არ მივიღეთ მონაწილეობა. და მიზეზი რაღაც ხრი მარტივია და რაღაც ხრი ძალიან ძნელი. გასაგებად. მოკლედ 34-იან კომპრესორი ამოვიღეთ და ჩავდგით ატმოსფერული 5-დანოლი ძრავი. ხო და 5-დანოლები ასე თუ ისე გვესმის. ხო და არასდროს არ ყოლია უჯანო 5-დანოლი ან ნებისმიერი M13 ძრავი ბოლო ემილში 4-3 და ისაც ჯანზია რა. ხო და რაღაცების გატესტვა ვერ მოვასწარით. და ვერც ისე მოგვარება ყველაფერს როგორც ჩვენ გვიდოდა და ისე ჩამოვედით სავარჯიშოთ. მოკლედ დავიწყეთ ერთი კვირით ადრე მეგონი ამანქანის გამზადება, დადიოდა, მაგრამ მაინც რაღაცები ვცადეთ, პროგრამა მიწერია დიდროსელიანის და დიდროსელს დაყენება ვცადე, მოვატრიალი შემშვები რაღაცები ისა, მაგრამ დაყენების დროს პატარა რაღაც გაგვეპარა, გერმეტიკა მოგვიწია ცოტა ბევრი და გაიბზარა მოკლედ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი შემშვები კოლექტორი აყენია. ხო და ჩამოვედით, არა, სანამ წამოვიდოდით, წინა დღეებში ვაკეთეთ მანქანას, ბევრ რაღაც გავაკეთეთ, ძალიან რომ ტეკ კომისიას გაევრე, იმიტომ რომ ფაქტიურად დაშლილი იყო ვიზუალიც რა. მაგრამ ასე თუ ისე რაღაც ეტაპამდე მივედით, რომ ტეკ კომისიაზე არ დაიბრაკა არაფერზე. მაგრამ ჯანი არ ქონდა მანქანას. ეს ძრავი რომ ვიყიდეთ, კომპრესები არ ქონდა. ანუ დაშლილი და ანაწყობის ძრავია რა. ხო და არასწორად იყო კომპრესები და იყო იმის ბრალი რომ მეტკარიში და სწორედ. ხო, მაგრამ რა შეიძლება რომ ხო, მაგრამ ერთი კვილი უფრო მეტს არევდა. ერთი კვილზე მეტით რანაირად უნდა აირიოს. რა ვიცი რა ამის. მიდი აბა დაატრიალე. აი 10-ია რა ჩათვალე აქ. მეტები უნდა გქონდეს ბიჭო უეჭველი. დაატრიალე. აი წინ ამას კალენვალი შკივი ღერძზე რა დგას, შპონკაა გაყრილი და იმაზე დგას. იქიდან მე ღერძი დგება კონკრეტულ გრადუსზე და იქიდან სწორდება მე კრასპედოლზე მეტკები. ეს შპონკა მოწყვეტილი იყო, შკივი დატრიალებული იყო და მოკლედ არ ემთხვეოდა გრადუს რასპედოლების დგომა რა. მაგის გამო მეტკას ვერ სვავდნენ. ზოგანი იყო 6 კომპრესია, ზოგანი იყო 8 და ასე შემდეგ. შეძლების დაგვარად რაც მოვახერხეთ გავასწორეთ. ამ შემთხვევაში ერთ რიადში კომპრესიები გვაქვს 10+, მეორეგან იქით რიადში მძღოლის მხარეს 11+. იდეალური არ არის, მაგრამ მანქანა მაინც უნდა იაროს, მithumetes 8 ცილინდრიანი რა. ხო და ეგ მიზეზის გვეგონა რომ შეიძლება მაგიტო ვერ იარა, მაგრამ სხვა რაღაცებსაც გადავხედეთ და აღმოჩნდა რომ სხვა პრობლემები გქონდა. საბურავი რა თქმა უნდა ახალი გვეყენა, იმიტომ რომ მეორადი დაყენებას ფაქტორად აზრი არ აქვს, ანუ ახალი საბურავი თუ გაივლი სიტყვაზე 10 გარმენს, მეორადი საბურავით გაივლი 4-ს და ხარჯი მაინც იგივე გამოდის, ჯობია ახალი საბურავი იყიდო. ახალი საბურავი დავაყენეთ, შევედი გასატესტად და მოკლედ აღმოჩნდა რომ მანქანამ საერთოდ ვერ გაიარა რა. იმიტომ რომ აი რავი, მოწყვეტილი მანქანაზე უკვე აი ყველაფერი თავდებოდა, იმენ არაფერი აღარ იყო მანქანის. არც ჯანია, არც აბაროტი, არაფერს აღარ ქონდა აზრი მოკლედ რა. მოკლედ შეჯიბრზე სხვა მანქანათა ვაპირებთ გამოსვლას, მაგრამ რაღაცები აირია იქიდან გამომდინარე, რომ ანუ გინდა არ გინდა სპორტში რომ რაღაცა მონაწილეობა მიიღო, მithumetes ამ ამბავში ხარჯები ძალიან ბევრზე მიდის რა და იმ მანქანას მithumetes რაღაც ვაწყობთ, ძალიან ბევრი ფინანსები ჭირდება, ვერ მოვასწარით მოკლედ და ეს მანქანა თავიდანვე კინგისთვის გვინდოდა, მაგრამ ვიფიქრეთ რომ GDS-ს გამოვიდოთ, იმიტომ რომ პადოკი იყო და პადოკზე კიდე ატმოსფერული პიატინოვის ნასიარულები მაქვს. რავი, მოკლედ მე მყოფნინდა ხოლმე რა თავის დროზე და ეხლა აღარ მეყოფ. ხო და მეორე მანქანა ვერ მოვასწარით. შეიძლება მოგესწრო, მაგრამ გატესტვას ვერ მოვასწრებდი და დავანებეთ თავი და გადავწყვეტ ამით გამოსვლა. მეოთხე პორშინი. კინგის ეტაპი მოუვიდა თითქმის 5 შაბათი ღამეა. შაბათს და კვირას სხვა შეჯიბრია. ჩვენი მანქანა IS-ია, ჩვენ არ გამოვდივართ. იმიტომ რომ ხიდს ვარგებთ 39-ის ხიდს. ეხლა არ გამოჩდება აქედან. ყვილად ვიზრომიელებ, მაგრამ გაჩვენებთ რა. ყოველ შემთხვევაში თავის ხიდები აღარ იშოვება. და თუ იშოვი კიდე რაღაცა აი შატკარო უხაგედებული ეგეთ ხიდებში ძახიან 500-600-ს რა. ისე 2 და 5-ის ხიდზე, სოროკის ხიდზე, ანუ 540-ის ხიდზე საერთოდ ლაპარაკი აღარ არის. ისე თუ ოზროფაზებს ძახიან ზოგი. ხო და მოკლედ ჩვენი მანქანა ისვენებს.
ეხლა ვაწყობ სართანიას მანქანას. ვაწყობ რა ისინი აწყობენ. მე უფრო თუ ისუბრალო. ესეც სართანიას ბაგია. ანუ ესეთ გადაკეთებულ მანქანას ბაგს ეძახიან რა. იმიტომ რომ ეს მანქანა არის იდეაში Opel Frontera. ეს კაბინა ცოტა წინ უნდა იყოს, უკან არის გადაწეული ბაზა და პატარაული და კარში რაღაცა იქნება ჩალიჩალინა. რა თქმა უნდა დიზელი, BMW 3.0 წყლის გაგრილებით. სასონხეთში შეჯიბრიან და მანდვედიან. ოფროადზე საკმაოდ წარმატებები აქვს და დრიფტში კიდე ჯერჯერ ახალბი და არის ძრავის გამოცდილების ამბავში რა, იმიტომ რომ ძალიან ესეა რა. ბევრ რაღაცას უნდა გატესტვა და ცდა და ამ კვირაში ერთი 5 ჯერ უკვე იყო სავარჩო წასული. და ბევრჯერ გატესტა რა, ევაკუატორი წავს და ტესტავს ხოლმე მანქანას ხშირად. დარწმუნებული ვარ დიფტის ამბავში თავის სიტყვას დიზელი მალე იტყვის. ეხლა ნახოთ რას აკეთებენ. Tutski bicho. რა შუ? საიდან დავიწყო? ერთი ტურბო, მეორე ტურბო. მაშინ ეს ვაკეთებ. ერთი ტურბო, twin turbo, არის twin turbo, ტყუპი ტურბოა. კომპონდია ხა ეგ რა. რა არის? კომპონდ სისტემა არის, ანუ twin turbo, bi-turbo, ეგეა, კომპონდია რა. კარჩი სართანია ფონდია რა. ქვევით აყენია პატარა ტურბო, რომ დაბალაბაროძეც ბუსზე იყოს, ზევით აყენია დიდი ტურბო, მეტი ჯანრი ქონდეს. არა, კაროჩი არ ვიცი. მარტო ის რომ დიზელია ტურბოა. კაროჩი გუში რო იერა შეჯიბრზე. რამდენს უბერავდა 4 ბარს უბერავდა, ხო? შეჯიბრზე არა ვარჯიშზე. ბიჭო, რამდენს უბერავდა? 4 ბარს, ხო? და წაით. მოკლედ ბუსტი გაიქცა რა. ანუ იდეაში 3 ბარზე დადის ხოლმე. არა, გუშინ ბევრი იყო, მოვიდა დააყენა ბლოუფი. რაღაცები გადააკეთე მოვაკეთა. მე ვაფშე 0.6 გახსნა. 0.6 ეს მანქანა კიდე არის ხოკება. ხო და მე რაღაცა ამ ბლოუფში კლავნის პრუჟნები და რაღაცები ჩავტენეთ. ცოტა აზრზე მოვიდა და ეხა ბენზინის ნიხოთ გაქონა. დიზელი. ო, დიზელი. ბიჭო, ბუსტი რო გაგეცა რამდენი ბარი ჩაბერა? 4 ხო? რო ჩაბერა გაბერა. ისმის? ალო, ფუ. კაროჩე, დღეს მაგარ შარში ვართ რა. მე ხო მანქანის გარეშე ვარ. ერთ წარ მოიცა ბიჭო. სართანია თავის მანქანით არის. ტოპოზა 12-დან ჯავახად, აბა ჰაიდა ვაკედან ნუ გამოგვაგდო. ახლა კი გიორგი ჯავახაძე თავისი ღმერთქარით დაუპირისპირდება და უკვე უპირისპირდება გიორგი სართანიას. ნახოთ როგორი შეფრენა, რა მაგარი სტარტი ქონდა აქ, თუმცა გადავიდა ორი საბურავით გიორგი ჯავახაძე ტრაექტორიდან და გიორგი სართანია შემდეგ გასწორდა, არ ვიცი რა მოხდა აქ, ანუ აუცილებლად გჭირდება გამეორება კიდევ ერთხელ უხეში შეცდომით დაიწყო გიორგი ჯავახაძემ ეს გარბენი, რამაც სართანიას შეცდომა გამოიწვია ცხადია, თუმცა ყველაფერი აუცილებლად უნდა გადაიხედოს კიდევ ერთხელ ძალიან არეული გარბენი ვიხილეთ. ჯავახაძემ პირველი შეცდომის შემდეგ ყველაფერი პრინციპში იდეალურთან ახლოს შეასრულა. გამეორებით ნახოთ კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი. აი ეს ფლიპით ძალიან კარგი შეფრენა იყო გიორგი ჯავახაძის შესრულები და აი აქ ორი საბურავით დატოვა ტრაექტორია. უხეში შეცდომად კინაღამ შევარდა საბურავების დამცავ ჯებირში და აქ შემდეგ გაუსწორდა თავის ავტომობილი გიორგი სართანიას, ვერ მოახერხა რომ გაყოლოდა შესაბამისად გიორგი ჯავახაძეს, თუმცა ეს ჯავახას შეცდომა იყო და იმის გამო
ჯავახას შეცდომის გამო ვერ გაყვა სართანია თუ თვითონ დაუშვა შეცდომა, ესეც რა თქმა უნდა გადასახედია აუცილებლად. დანარჩენი ყველაფერი პრინციპში ჯავახამ უმაღლეს დონეზე შემოგთავაზა, აქ კი სართანიას კიდევ ერთი რაღაც ისეთი კონტაქტი იყო ჯავახასთან, არ ვიცი, ძალიან არეული გარბენი ვიხილეთ ახლა და გვჭირდება მეორე გარბენი ამ წყულში. და გვაქვს მეორე გარბენის სტარტი, ამ შემთხვევაში უკვე სართანია გვევლინება ლიდერის როლში, ძალიან ისე უცნაურად მოწყდა ფლიპის გარეშე, ჯავახა მას ჩამორჩა თავიდან აშკარად და თითქოს კვამლში დაიკარგა ჯავახა, როგორც ხედავთ და გაუსწორდა ავტომობილი, თითქოს ერთი შეხედვით ყოველ შემთხვევაში სართანიასა გაუსწორდა ავტომობილი, არ ვიცი, ძალიან ისეთი უხეში შეცდომების მთელი წყება გვაქვს ამ გარბენში და სართანიას ფინიში ისეთი ჯავახასთან სინქრონული გამოვიდა, თუმცა წარმოუდგენლად ბევრი შეცდომა ვიყილეთ ამ გარბენზე და ვერ ხვდები საერთოდ რა ხდება და ვინ იყო უკეთესი ამ შემთხვევაში ამ წყულში. დაკვირდით, ჯავახა ძალიან ჩამორჩა სართანიას, თუმცა სართანიას შეცდომას დავინახოთ ახლა ამ გადაწყობის შემდეგ, სადაც აი ნახოთ, აქ შევიდა ზონაში, აქ თითქოს უსწორდება აშკარად ავტომობილი სართანიას და უნოლდება თავისი გარბენი. არ ვიცი. სიგიჟე იყო აბსოლუტური. ჯავახაც რა თქმა უნდა არ იყო ესეთი დამაჯერებელი არც ერთ გარბენზე. თუმცა გადაწყვეტილება მიიღებულია უკვე ჟიურის გადაწყვეტილებით ტოპ 16-ში ასპარეზობას გააგრძელებს გიორგი ჯავახაძე. ხო, ეხლა სახის ვერ მივდივართ, იმიტომ რომ მანქანა ვიღაც გაჩერებული. პატრონს ვერ მივაგენით, არა და გასაღები შიგნით არის, მაგრამ ხო არ წავიყვანთ. კი დაგვევასა ბიჭებს, მაგრამ მაინც. კაი მანქანა. ხო და რავი, ჩემ მანქანაზე ხიდის მორგებას ვერ მოვჭით. და იმედი მაქვს შემდეგი ეტაპისთვის იქნება რა ხოძზე. თან ძრავსაც რაღაცები უნდა კიდე რომ გაიმართოს და გავტესტოთ რა და. სართანიას მანქანაზე კიდე ხოძზეა თითქმის ყველანაირად, მაგრამ ცოტა უცდომრი პრობლემა გაქვს რა, ანუ ზედმეტად ჩქარია. ეხლა მაგ ვიდეოს ნახავთ წყვილში როგორი არის. ხო და ზედმეტად ჩქარია მანქანა რა და მაგის დაბალანსება სხვა მანქანებთან ცოტა რთულია, იმიტომ რომ როცა მდევარი ხარ, ლიდერი ესე ვთქვათ, რასაც აკეთებს, უნდა გაიმეორო და როცა ძალიან შენელდება რაღაც ისეთი კოლექცია, რომელიც ესე რომ ვთქვათ, არა განულება და მაინც უნდა გაყვე, მდევარისთვის ძალიან რთულია. და სართანია ვეღარ ახერხებს ამ კორექციას, რომ მანქანა შეინარჩუნოს და ძირითადად გასწორებაზე მიდის. ხო და ეგ ამბავი აქვს ცოტა დასარეგულირებელი და რამე უნდა მოვფიქროთ მაგ მანქანას რა. ეხლა მთავარი სახელმწიფო მივახსოვოთ, თან წვიმას იწყებს. რა იმედია წვიმა რო დაიწყოს, მე მაინც მოყვა პატრონი. შუშები აქვს ჩამოწეული დატოვებული და შევაგდებ თან მას რა ქვია 36 და წავალთ გარაჟში. ამ იმაზე დიზელზე ტურბოა შესაძლებელი, პატარა ტურბოა დასაყენებელი. ტორმოზებია გასაკეთებელი, ანუ ტორმოზე მხოლოდ წინა აქვს და უკან გიდრო და რა ვეუბნები რომ 4-ზე დასვიმეთქეთ, თუ დამიჯერე ეგრე უნაქნას. ჩემ მანქანაზე კი ხიდია მოსარგები, სხვა არაფერი რა. იმერე რო გავტესტავ გამოჩნდება. ლაიქ. შია წურია, ცივა, პლაშიკი მაცვია, მაგრამ მაინც. ხო და მაზუთენი არა ვარ დღეს. ეგ კარგია, ეგ პლუსი არის. მოგეთ ჩემ მანქანას ხიდის პრობლემა ხო ქონდა? ხო და მაგარი ნასვარკი, აი ცხოვრებაში ვარ გატყდებოდა ეგეთი ნასვარკი იყო და ჩავშალეთ რა. განამაც. მოგეთ ხიდი იყო ძალიან ცუდი ნასვარკი და მაგიტო ჩაგვეშალა და თან. E34-ის ხიდები აღარ იშოვება და თუ იშოვება ისეთ ფასებს ადებენ რომ არ ღირს. წახვალ მანქანას იყიდი და ამიტომ გადაყავს E39-ის ხიდზე. იშოვება, იაფიღირს და გადაცემის საშუალებაც გვაქვს. ერთ-ერთი გადაცემა აღარ მეყენება 3 წელი. გზას მოვარგებ ხოლმე. ხო და ხიდი რო დადგება, მე წამოვალ ტრეკზე და ვნახავთ რა სიზავს. ატმოსფერული პიატინოლი. შემდეგი ეტაპი რო 26 მაისს, კინის. ხო და აქ თუ ვიარე. ო, აგერ დაშალა. რამე დაგჭირდათ გვანკ. რამდენად კომფორტულია თქვენთვის გადაგული მანქანა? რავი, ზოგადად დაცული რო ეკაია, მაგრამ გადმოსვლის საკითხი არ მიჭირს ძალიან სიმართლე რო გითხრათ მაგრამ. პოხელი გაბეჭედა ბოლოში. ეგ არის. всё. შენი ბრალია, შენ მასწავლე ეს ბულდოგი ყველით. ხო და საერთო ჯომში კაია. ცოტა გვიჭირს, მაგრამ გუდ, გამოგვიწერეთ და ალაიქეთ.
აი ხა შოპე კინი რა დაწერით იმა გამარჯობა გენცველი რა დაგვემართა დღეს დღეს სიქაჯე ვიჩქარ ძალიან ვიჩქარე რა და გამოცდილებითაც მაჯობა ნუ ზოგადად ისეთი კონკურენტი მყავდა რომ ნახე აბა ვაფშე ისმის ტყუილა ნუ გვაბაზე ხო და ჯავახასთან ნუ თან გამოცდილებაც იყო რა ძალიან ახლოს მინდოდა სიარული არ დავიტოვე რაღაც ზონები რომ მანქანა ან გადმოეწყო და წავაგე მანქანა არის ჩქარი შენი ჩემი მანქანა ჩქარი ამ წაშისთვის ძალიან ჩქარია რა და არ ვიცი ან რაღაც უნდა მოვიფიქრო რა დავხვეწო რაღაცა რომ არ ვიყო ეგეთი ჩქარი თორე ძალიან მიჭის შეისწე სიარული დალიდი იცოცხლე ასე თუ ისე დავდივარ რა ხო და ჩემი მანქანა ეხა ძალიან ნელი პიცოტი აწმოსმერი რა ეხა 1300 კილოს ტრევა ხო უნდა 1400 ხო და ვივაჭიშო და ნახოთ რა შემდეგ ეტაპზე შემდეგ ეტაპისთვის მოკლედ უფრო მომზადებული ვიმოვალთ ორივე რა ლაშას მანქანას დასრულდება მალე 4 წლის ტანჯვა მოეხსნება და ხიდი აღარ გასკდება შუაშეჯიბზე და რა ვივლით რა ორი ავტომობილი საერთაშორისოში კარგია უფრო მეც ვივარჯიშებ და დავიხვეწებით ჩემი აზრით რა მესამეც გამოვა იმედია თუ არ გაიბუტა არ ვიცი შეიძლება გაყიდოს ბიზნეს დრიფტკას აწყობ ყიდი მაგარი ბიზნესი ამ სამაჯურებზე ხო კაროჩე დრიფტ მასტერზე რო ჩახვიდე აი უფრო მარტივად შეხვარ ვიდრე ლილო არენზე შემოხვიდე king of drifts-ზე რა ივენა ერთი ძმაო VIP პლუსი და ივენა ჩემსაც უმეტი არ ვხდები 18-ზე ჩვენი უნდა დავდივარ წავედი რამშია კარგად იყავით თქვენსა და შენცა ხვალ შევწმიანდეთ რა ხვალე მოვალ ორზე ჭაბოდა ბულდოგი ხვალ მოგლე ჩვენთვის დასრულდა ჩვენი King of Drifts-ის დღევანდელი დღე წამოვედით დავიღალეთ გვეძინება როგორ დამთავრდა არ ვიცი იმიტომ რომ ბოლომდე ვეღარ მოვისმინეთ ვეღარ გავჩერდით რა ხო და მოკლედ შემდეგ ეტაპზე შევხვდებით რაც შეეხება სხვა გეგმებს რა ემილსტოს ვიცი რომ ელოდებით და იმედი მაქვს ამის შემდეგ მაინც დავდებთ მაგ ამბავს ყოველ შემთხვევაში რაღაც ძალიან ელემენტარულები დარჩა ჩემბრალი არ არის ნაწილების ჩამოტანა ისე იწელება რაღაცების გამო რომ მოკლედ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ თუ გაინტერესებთ რაიმე კონკრეტული თუნდაც დრიფტის ამბავში ან კიდე რაიმე კონკრეტული პროექტი დავიწერეთ კომენტარებში და შევეცდებით რომ გავაკეთოთ იქამდე კიდე რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ შემოგთავაზოთ მაგები თუ ხართ დაინტერესებული გამოიწერეთ არხი და იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო კონტენტს ნახავთ დროებით მოკლედ შემდეგ ვიდეომდე და შემდეგ შეჯიბრებდე ვინ შეჯიბრებზე დადიხართ და ლაივში უყურებთ ყველაფერს